გამარჯობათ მეგობრებო, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ნაკრებს მეორედ დაუპირისპირდება. პირველ თამაში მოვიგეთ ძალიან მაგრად. მეორე თამაში და რა თქმა უნდა იმავეს შევეცდებით. და ამ თამაშს ამჯერად კოსოვოელები დაიწყებენ. გიორგი ჩაკვეტაძეს უმშვენიერესად მიაქვს და ჯერჯერობით ინარჩუნებს ბურთს, გადაიტანა, მაგრამ იგრევე თამაშგარე მდგომარეობა დაგვიფიქსირეს. და კოსოვოელები განაახლებენ თამაშს. განაახლეს კოსოვოელებმა და ჩაკვეტაძე ისევ ბურთით კოსოვოელები და ვცდილობთ რომ ავართვათ ბურთი და ჯერჯერობით არ გამოგვდის, მაგრამ მთელი გულით ვცდილობთ და აგერ აზაროვს გამოუვიდა და ცდილობს ამოარტყას, კოსოვოელები უშლიან ხელს. და როგორც იქნა ამოარტყა და ხუიჩა კვარაცხელია მიიწევს ბურთისკენ. და რამოდენიმე თხის უკან მქონდა დაბადების დღე და გავხდი 14 წლის. გაგნიძემ მოარტყა ბურთი და კოსოვოელების მეკარემ ხელში დაიჭირა. და ახლა ისინი ცდილობენ გადმოვიდნენ შეტევაზე, მაგრამ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ. ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კარგია, დავითაშვილი და ჯარიმა დავიდეთ აქ, რომელიც არ იყო საჭირო, რადგან საჯარიმოში დავიდეთ ეს ჯარიმა, საიდანაც შეგვეძლო რომ დაგვერტყა და გაგვეტანა. და ჯერჯერობით ანგარიში არ იხსნება, მაგრამ მთელი გულით ვცდილობთ და აქ მიქაუტაძე მისდევს, ტაბიძე, კარგია, ტაბიძე, კვლავ ტაბიძე გაეკიდა, მიქაუტაძე, კარგია, კარგი შეტევა და დარტყმა აღარ გამოგვივიდა და ჩვენ მოვაწვდით აქაუც და ბიუვა ბურთი ტაბიძეს, ტაბიძე ჩააწვა, ვერ ხარ ჩააწოდა და სახიფათო შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ტაბიძემ განეიტრალა ყველაფერი. და აქ მიქაუტაძე, კარგია, შესანიშნავი, ხუიჩა კვარაცხელიას გაუყოლა ბურთი. ხუიჩა კვარაცხელია ჩააგდო საჯარიმოში, კვერნაძე დარტყმა და კვერნაძე ანგარიშს ხსნის 1-0 ამბიჯს ისედაც იშვიათად უწევს თამაში. და ახლა ანგარიშის გახსნა შეეძლო. ცოტა სათამაშო დრო, მაგრამ გოლს არ აკლებს, შეუძლია კარგად გოლის გატანა. რა დავუწუნოთ, ძალიან მაგარი ახალგაზრდა არის და წინ დიდი მომავალი ელოდება. 2 ივნის მინდა გითხრათ, რომ არის საქართველოს რუმინეთი და საქართველოს ნაკრების ბილეთები არც ისე ბევრმა შეიძინა, როგორც გადავხედე, ასე რომ ღირს 20 ლარი ამხანაგური მატჩია, მაგრამ გთხოვთ, შევძლოთ რამენაირად ვიყიდოთ ბილეთები, თუ შესაძლებლობა გვაქვს და ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, რადგან ყველაზე მეტად ახლა ქომაგობა სჭირდებათ ქართველებს, იმიტომ რომ ცუდი პერიოდი გვაქვს ცოტათი, რადგან თითქოს ძალა გვაკლია, იმიტომ რომ აქ კვერნაძის დუბლი და კვერნაძის დუბლამდე ვიძახოდი, რომ საქართველოს ცოტა მოსუსტ და ახლა უძლიერეს გუნდს რუმინეთს ხო ეჯიბრება და რუმინეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ ლიტვანიასთან გაუჭირდა მოგება. ისრაელს საერთოდ ამოაქაჩინა და აქამბიქებინა. ბულგარეთთან სადღაცა 93 ადგილოსთან წავაგეთ. ჯგუფში მარტო 3 ქულა ავიღეთ, ეგეც ბულგარეთთან მოგება, სხვა საშინელი შედეგები დავდეთ. 1 გოლზე მეტი ვერ გავიტანეთ. მხოლოდ პირველი მასში, რა ქვია, მხოლოდ ოქტომბერს თურქეთს 2 გავუტანეთ, ბულგარეთს 3, მის მერე 1-ზე მეტი გოლი არ გაგვიტანია და მოვსუსტდით. ამიტომ ქართველებს ახლა ყველაზე მეტად ჭირდებათ გულშემატკივრობა. ამიტომ
ისინი ამ გულშემატკივრობის ფონზე შეძლებენ გოლების გატანას და აქ ხვეჩა კვარაცხელია 3-0 ხდის ანგარიშს. ხოლო 5-ში არ მგონია რომ წახვიდეთ და იმიტომ რომ ბაჰრეინთან აქვს თამაში და ბაჰრეინი საქართველოს ბაჰრეინი არის ბაჰრეინის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ბევრი არ მგონია რომ წავიდეს ქართველი. ან წავლენ არ ვიცი ზუსტად თან ამხანაგური მატჩი როა და თან ბაჰრეინში მე ეჭვება ბევრი ქართველი წავიდეს, მაგრამ რუმინეთთან რომ შეგვიძლია რომ ბევრი ხალხი ვიყოთ ამ უძლიერეს მეტოქისთან, ნუ დავიზარებთ და წავიდეთ უგულშემატკივროდ. დავითაშვილი კარგია, ხვიჩა კვარაცხელია და გამოიტანეს თამაში ასევე 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი PSG არსენალი არის, რომელთანაც ბევრი ქართველი ალბათ PSG-ს გულშემატკივრობს. არსენალს აწყავს თავის ქართველი ფანები, მაგრამ არც PSG-ს არ დააკლებიან. PSG-ს კი არა პირიქით ბევრი ფანი ყავს, რადგან ხვიჩა კვარაცხელია იქ და ჩვენი ქართველი ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და იქ შეუძლია ძალიან მაგარი შედეგის დადება, რადგან წინა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა ქართული გოლი და აქაც თუ გოლს გაიტანს, ისეთ რამეს შეძლებს, რაც მესიმ და კრიშტიანო რონალდომაც ვერ ქნეს. რადგან ზედიზედ ორ ფინალში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ან ზედიზედ ორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი არც მესის და არც რონალდოს არ გაუტანია. ამიტომ ქართველს ახლა ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ მათ ასეთ სტატისტიკას გადაუსწროს და ის გადაგვრჩენია, რომ მანდაც უგულშემატკივროდ 27 მაისს ასევე ხვალ კი არა, ხო ხვალ ანუ ვიდეო როცა დაიდება, მაგ დღეს არ გადამიღია, ანუ დღეს არის 26 მაისი, კიდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ და 27 მაისს კონფერენს ლიგის ფინალში კრისტალ პალასი ეჯიბრება რაიო ვალეკანოს, რომელიც ძალიან კარგი ფინალი უნდა იყოს და თუ სურვილი გაქვთ ისიც უყურეთ. ასე რომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ასევე ამ ზაფხულს იწყება მსოფლიო ჩემპიონატი, რაც ძალიან კარგია. და ხვიჩა კვარაცხელია და აქ 4-1-ია ანგარიში. და სხვა რაღა დამრჩენია სათქმელი. მეტი აღარაფერი. ასე რომ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდება, ვიდეოების გადაღებას მეც მაშინ შევწყვეტ და სექტემბრიდან გავაგრძელებ სავარაუდოდ ანუ როცა სეზონი დაიწყება, მაშინ დავიწყებ მეც ვიდეოების გადაღებას რა. ასე რომ მეც იმ სისტემით ვოქმედებ როგორც სხვა კლუბები და ასე შემდეგ. აქ ირაკლი აზაროვი ძალიან გავერთეთ ლაპარაკში. ხვიჩა კვარაცხელია ვეღარ დაარტყა, ქართველებმა ვახარ დაარტყეს. აზაროვი ტრიალებს, კარგია კიტეიშვილი, ასე არ დავკარგოთ ბურთი, დარტყმა და მეკარე რა მაიმუნურად მოხსნა. და კოსოვოელების შეცვლა მიმდინარეობს. კვარაცხელია და აი მე როდესაც ევროპის ჩემპიონატი დამთავრდება, ანუ საქართველოს ახლა ევროპაზე თუ გავა და ევროპის ჩემპიონატი რო დამთავრდება, აი ამაზე ვიძახი, მე ამ ხანაგური მატჩი იქნება და გეტყვით, რომელ ქვეყანას შევეჯიბროთ, კომენტარებში დაუწერ 3 ქვეყანას ან პოსტს დავდებ და რომელ ქვეყანასაც ყველაზე მეტი ხმა ან ლაიქი ექნება, იმ ქვეყანას შევეჯიბრები. ან თქვენი სურვილისამებრ დაამატეთ რა ქვეყანაც გინდათ და შევეჯიბრები ჩვეულებრივ. აქ ჯიმი ტაბიძემ წითელი ბარათი მიიღო. ასე რომ გაქვთ შანსი, რომ თქვენ საყვარელ ქვეყანას შევეჯიბრო საქართველოთი. და თუ გინდათ თქვენაც და თუ გნებავთ, შემიძლია ნებისმიერი წლის შემადგენლობა შევეჯიბრო. აი მაგალითად 2015 წლის, კი არა 2000
ანუ 2018 წლის საფრანგეთს, ანუ 2000 წლის არგენტინას, ან 2006 წლის შვედეთს, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობდა და ასე შემდეგ. ასე რომ თქვით თქვენი სურვილი სამეფო ეს ყველაფერი და მე